იყო წუხილი ელემენტარული კომფორტი არ ქონდა ხალხს მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამისათვის ილანძღებოდა ზოგიერთები სოციალურ ქსელში მათ მინდა უთხრა რომ თქვამდე რატო არ იყიდეს ეს წინააღმდეგი ვიქნები რომ 4 დღის გამო ვიყიდოთ ჩვენ 10 და 20 მილიონიანი ტექნიკა და დავაყენოთ 4-5 წელი ტყუილა და კიდე მისი შენახვისათვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი. ამას ყველა აუდიტი დაგიწერს რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. გაწმენდით სამუშაოები დღემდე ცენტრალურ ქუჩებზე არის პრობლემური, ძალიან პრობლემური. მათ შორის ხოფის დასახლებაზე, ეგრეთ წოდებულ სტეფანოვკის დასახლებაზე, მათ შორის პივზაოძე, მათ შორის ისეთ ტერიტორიებზე, სადაც ძალიან დიდი ადამიანების მობილობა არსებობს. ბათუმში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ უქმე დღეები არ გამოცხადებულა ხალხო. ადამიანები ყოველდღიურად იყვნენ ჩართული სამუშაოებში და ვერ შევძელით 4 დღის განმავლობაში ის რომ რაღაცნაირად მობილიზება გაგვეკეთებინა იმას რომ ქალაქში ტრანსპორტს ევლო. ყველაფერი უნდა გადაგვედო იმისთვის და ადამიანებს ყოველდღიური ლუკმისთვის რომ ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება ქონოდა ეს უნდა ყოფილიყო მერიის ნომერ პირველი ვალდებულება. მაგრამ 80 ერთეული ის მუშაობდაო რომ ვამბობთ 80 ერთეული რომ ვერ იმუშავებდა ეს ხო კარგად ვიცით. ეს რო ტყუილია ხო ძალიან კარგად ვიცით, იმიტომ რომ 80 ერთეული ტექნიკა ბათუმს ფიზიკურად არ ყავს ირაკლი. არც ერთი დათვლით არ ყავს 80 ერთეული ტექნიკა ბათუმს. სადათვალე რა სტატისტიკა გაქვს რა არასდროს არ ვყოლია როცა ინფორმაცია გამოვითხოვე. როცა ინფორმაცია გამოვითხოვე, არასდროს არ ვყოლია 80 ერთეული ტექნიკა. მოურჩები და მე მიპასუხეთ ძალიან. უსაფრთხოების ნორმები კი არა, მუნიციპალური ინსპექცია ამ ქალაქში არის დასაკეტი. თავის საქმეს საერთოდ ვერ აკეთებს. იმ ტრაგედიაზე, რასაც ვილაპარაკებ, მუნიციპალური ინსპექციის პასუხისმგებლობა იყო სრულად დღემდე რომ შემოუღობავია ის ტერიტორიები, რაც ხდებოდა. მე ქალაქში ძალიან ბევრი პრობლემა რო არის. ამ დროს მე რო გამომეკიდა 1000 ლარით რო დამაჯარიმა იფიცება საქართველოს ფორმატზე. იმ სტიკერზე ის კი არა აგერ თქვენი პარტიის წევრები და თქვენი გუნდი რო აკრავდა მათ შორის გენერალური ინსპექციას რომ მივმართეთ ოფისებზე რო წარწერები გაგვიკეთეს და თავის საარჩევნო პლაკატებს კულტურულ ძეგლებზე რო აკეთებდა იმის ჯარიმა გაეკეთებინა კაცო და მუნიციპალური ინსპექცია ამ ქალაქში არ მუშაობს მერიამაც როგორი მუშაობა ვნახეთ ამიტომ მადლობები კი არა პრობლემებზე ვილაპარაკოთ ადამიანებმა რომ რაც განიცადეს იმაზე ვილაპარაკოთ და 4 დღე რომ მერიამ ტრანსპორტი ვერ აღადგინა ამ ქალაქში იმაზე ვილაპარაკოთ და სპეცტექნიკა არ ვიყიდოთ კი არა იმას ვეცადოთ რომ რამენაირად ვიყიდოთ და ესეთი რაღაცები არ მოხდეს სირცხვილია იმის ლაპარაკი და სპეცტექნიკა არ ვიცით